გაიგე? რა? ზურას ცოლი უცემია. რად? ვიღაც უცხო კაცთან უნახავს ლოგინში. აქამდე ნაცნობებთან ნახულობდა? საყვარელო მე მინდა ჩემს ძველ რომანებზე მოგიყვე ყველაფერი მინდა იცოდე არა ხომ მომიყევი უკვე ძველ რომანებზე კი მაგრამ მე 2 კვირის წინ იყო ეცი ჩემი საქმრობო ვიყვანე. თქვენს გასაცნობად. იცით, მინდა დარწმუნდეს, რომ მსუქანი ხართ, ხუჭუჭად და დინამოს რემენია გაწყვეტილი და აკუმულატორი ვეტო არ იტენება. ერთი წუთით? აი? ეს რა არის? ეს ჩემ ქმარს უპოვნა იმ დროს მანქანაში და ესე მითხრა დინამოს რემნად ვიყენებო. არა? მანქანაზე არ წავედ. ნელა, ხილად. მარჯვნივ აიღე. ბევრ ადგილს ტოვებ. აქეთ გადმოდი, ცოტათი გადმოდი. გადმოდი აქეთ, მარჯვნივ გადმოდი. აი ესე ნელა. თავს დამანებებ. დაგანებებ. ოღონდ მანქანაში როცა ერთად ვიქნებით, შენ დამანებებ თავს. ხმას აღარ ამი. ალბათ ეს ფერჯობია. ჭუჭყს იტანს, ხო? კი, ჭუჭყს იტანს. იცით, ჩვენი დამლაგებელი სულ ამით წმენთ სიადაკს. გოგონი, შეიძლება თქვენთან ერთად დავლიო? არა. არ მინდა იფიქროთ, რომ მე შემიძლია ნებისმიერს შევთავაზო და დავპატიჟო დალევაზე. ისიც არც მე არ მინდა იფიქროთ, რომ მე ნებისმიერ შემიძლია უარი ვუთხრა დალევაზე. ალო,
პატრულია, იცით რა შეასაქმე მანქანა გამიძარცვეს, დიახ, ყველაფერი წაიღეს. მაგნიტოფონიც წაიღეს, ჩანთაც, საბუთებიც, საფულეც და სათვალეც. დიახ. დიახ. ალო, პატრულია, იცით ისევ მე გაწუხებთ, აღარ მოხვიდეთ. არა, არ არის საჭირო, იცით, თურმე უკან ჯდარ ვარ. ხო, რა ვიცი, აბა, უკაცრავად რა. ძალიან დიდი ბოდიში, დიახ. რა ვიცი, აბა. ხო. ამათი დედა ეს დედა ამათი დედა რა გადაგე ფული მომპარეს ბიჭო ჯიბიდან მომაცანეს ახლა დედა ამათი დედა ხელები რატო გაქელები საზამთროც მომპარეს ამ ბიჭო საზამთრო როგორ მომპარეს ბიჭო ამათი ერთი მაკოცნე რა არ შემიძლია. ადამიანი თუ არ შემიყვარდა, არ შემიძლია. ერთი რა გთხოვ ნუ თხოვ ისეთ რაღაცას, რისი გაკეთებაც არ შემიძლია. ყველანი ერთნაირი ხართ რა ეს კაცები. 2 წელია რაც გათხოვილი ვარ და ჩემი ქმარი სულ მაგას მეხოცება. მაგრამ რა ვქნა, არ შემიძლია. თუ არ მიყვარს, არ შემიძლია. გამარჯობა, მოგესალმებით. ჩვენ მოვდივართ ხელისუფლებაში ამ არჩევნების შემდეგ. ამაში დარწმუნებულები ვართ. და თუ რატომ, ამას ეხლავე მოგახსენებთ. ჩვენ უნდა დავფაროთ ვალები. მე და ჩემს გუნდის წევრებს გვაქვს უამრავი ადამიანის ვალი. კარგად დაგვეპირდით, დაგვიმახსოვრეთ. და ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ჩვენ აუცილებლად გადაგიხდით ვალებს. მადლობთ. დიახ. ოპერაცია წყირვალეს ჩაიარა, ნარკოზიდანაც შესანიშნავად გამოხვედით. მაგრამ ის რა იყო ოპერაციის დაწყებამდე გვანძღავდით, გვეჭხუბებოდით, გვაგინებდით, ძლივს დაგაკავეთ. არის თქვენი მეგობარი ხო საერთოდ? ის საერთოდ სიხლებს გვირტყავდა. აბა რა იქნებოდა ექიმო. ჩვენ ამ კლინიკაში Windows-ის გადასაღენებლად გამოგვიძახეს. ой ადვარ რა? აუ რა მაგარია. სახელი შეარჩიე? არა, რა დროს სახელია? ჯერ მამა არ შემირჩევია. კარგია რა. წვერი გავიპარსე და ერთი 10 წლით გავახალგაზრდავდი. მე დააწოლის წინ ვერიზამ ხოლმე მაგას. უკაცრავად. თქვენ ყველანი ხართ უსაქმურები და არაფრის მაქნისები. მაინტერესებს ვინ წაიკითხა გრაფიკი, რომელიც გავაკარი დაფაზე. შენ წაიკითხე? არა, მე არ წამიკითხავს. არა. ხელფასი რამდენი გაქვს? 500 ლარი. აი შენ 4 თვის ხელფასი 2000 ლარი და მიბრძანდი. თვალით აღარ დამენახო. აი ეს იქნება ყველასთვის მაგალითი. გასაგებია? იცით, მეც არასდროს წამიკითხავს გრაფიკი. აი მაგალითად თქვენი ცხოვრების არც მე არ წამიკითხავს არასდროს გრაფიკი. საერთოდ ვიდეო ამ გრაფიკს, ალბათ გრაფიკი
გოგონა, აი ეს რა ღირს? აი ეს ლარნახევარი. 10 თეთრად მომცემთ. სიამოვნებით. დიდი მადლობა. აი ეს? ეს 2 ლარი. მაჩუქებთ. რა თქმა უნდა. დიდი მადლობა. ეხლა გვეყოფა და წავედით ჩქარ. ჩაო. რა ვიფიქრე ახლა იცი? შენ მოქმარვა რომ გაიგოს. ვერ გაიგებს. დრო გაიგოს. ვერ გაიგებს. გავიგე რომ ვერ გაიგებს, მაგრამ თქვა და გაიგო. არა, ჩემ ქმარმა საიდან უნდა გაიგოს? მე ვერაფერი ვერ გავიგე. კარგი. მოვლენ ახლა დაქალიც მოყავს. ბიჭო, აი გოგოებია რა. რა, ცოტას დავლევ და სასმელთან წავლენ რა. აი, მოდით. ბიჭო, მე ამდენს ვერ დავლევ. ბოდიში ხთი, გდანში 5 ლარად გამიყვან? არა ძმაო, 5 ლარად ვერ გაგიყვან. ბენზინზე ვარ, გაზზე რო ვიყო კიდე ხო? არაფერი ამჩება, დამიჯერე რა. მოხუცი მშობლები სახში მყავს. 3 პატარა ბავშვი მყავს. ამას შენა ხო უნდა პური ხო უნდა მიიტანო სახში, არაფერი ამჩება, გეუბნები. გუშინ წინ ჩამიჭრე შუქი იმის გამო რომ ფული არ მქონდა გადახდილი და შენ გენაცვალე ვერანაირად ვერ გაგიჩე. აღარ მითხრა. გამომართვე ეს 5 ლარი. მე მეტროთი წავა. ნატა ჩემთან შემოდი. შეგიძლია საბუთები არ შემოიტანო. ესე იგი, დღეში 3ჯერ სწავლები და 2 საათის განმავლობაში არ გაეგაროთ საჭიროს. და ნორმალური სექსუალური ცხოვრების დაწყება როდის შეიძლება? მე ხა არც იმაზე დაგიწყებთ საუბარსო საქართველოში ელიტარული კორუფცია მძვინვარებს, არც იმას გეტყვით რომ გადასახადები მატულობს, არც იმაზე დავიწყებ ლაპარაკს რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ძვირდება, არც იმას ვიტყვი რომ საქართველოში სასამართლო არ არის და პროკურატურა გამამტყუნებელი განაჩენით ლიდერობს სოფლიოში, არც იმაზე დავიწყებ კიდე ლაპარაკს რომ უაზრო მომღერლები ჩამოყავთ და უამრავ ფულს ხარჯავენ უაზრო კონცერტებზე, ეს ტოტო კუტუნიო თუ ეგლესიასი თუ რა ვიცი და საერთოდ არც იმას გეტყვით რომელი პარტია ვართ და არც იმას რა ნომერი უნდა შემოხაზოთ. აბა გისმენთ. ექიმო, მართალია რომ ამბობენ რომ კაც თუ ცოლი ღალატობს რქები ამოსდისო? არა რა სისულელია ეს უბრალოდ გამოთქმა ასეთი. თქვენ გაიხარეთ ექიმო.
ძმენს არ ვიფიქრე კალციუმის დაკლებობა ხომ არა მაქვს მეთქი. აი მაგალითად შენი ქმარი ფულს როგორ შოულობს? რა ვიცი, როგორც ყველა. ყურადღებოა? როგორც ყველა. ბევრს სვამს? როგორც ყველა. ლოგინში როგორია? როგორც ყველა. აი მოგიტანეთ საბუთები. აი ეს არ გვინდა. არც ეს არ გვინდა. არც ეს არ გვინდა. აი ეს გვინდა. ტალახაძე, გილოცავთ. ბიჭია. კაპანაძე, გილოცავთ. გოგო. მუშკუდიანი. იქნებ წამობრძანდეთ და თქვენს სოლს დაელაპარაკოთ. არ იხდის. ქმარი მეჩხუბებაო. წამობრძანდით. შენ ვოკალის ყურებას თავი დაანებე და სიმღერას უსმენე. რატო? დიახ. ეს საბუთები დამიმზადე. დამიანგარიში ეს ყველაფერი და მერე შემომიტანე. ბატონო რატი? იცით თქვენი მევალეები არიან მოსულები და ქვემოთ გელოდებიან. მართლა? მაშინ მე შევა, გარედან ჩამკეტე და სანამ არ წავლენ არა ვარ. ასე ჯობია კი. გოგო მევალებია, კარგად მოიფიქრე. მომენტომა ეხლა საბუთები იჯდეს ჩაკეტილი. ცალიანი კაცი. განაცხადი ქუჩას. მიწიახა? მოხვედი, ისაყარეო. რა ვიცი აბა. ალო. ო. მერე? კაი მომდივარ, მოიცა. მოიცა და. ხო მშვიდობა. აი არ მინდა ხაშნი. როდემდე უნდა ვემალო მე შენ საყვარლებს. გავაგებინე მე კაცი ვარ თუ ვირ ვარ.